მოგესალმებით მეგობრებო. საბედნიეროდ, მონადირეებისთვის საბედნიეროდ ამინდები აირია თოუს თბილისში. იხსე სანადირო ძალიან კარგი ამინდი გვაქვს. აი, ღამის 4 საათია და ერთმა 4-5 მონადირემ. ხო, 4-5 მონადირემ. აიღო გეზი. ჯანდარის მმართველობით და ჩვენ ვიზენაკლებები ვართ, მივდივართ ჯანდარის ტბაზე, მეგობრები. დილამშვიდობისად მონადირეებო. მონადირეს გაუმარჯოს. მე მაგაზე შარს მოგდებენ. ადრე რო გითხრეს რომ მონადირეები ხართო, კოკაკოლით რო ილოცებითო. რა პრობლემაა? ხო, ყავს ჩვენი ბარკი 360 მოდელი და აიქიდის ზრავა 20 ცხენის ზალით. რისთვისაც კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მაღაზია კომპანია. რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა კომპანია კოლხს. მოგცა საშუალება უფრო მშვიდობიანად, უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ შევსულიყავით ტბებზე. ეხლა ბევრს გაუჩნდება კითხვა, სწრაფი თუა უსაფრთხო რანაირად არის, მაგრამ როდესაც ქარია, როდესაც თქვათ არის ესეთი სიტუაცია, რომ ბევრი ტვირთი გაქვს ბორტზე, რაც უფრო ძლიერია ძრავი და სწორად გამოიყენებ, არის მით უფრო უსაფრთხო. ბიჭებო, რა იარაღებით ინადირებს დღეს? მე ჩემი მაქვს როგორც ყოველთვის ვალტერი. ბებერი ლომის ეს იარაღი დავდადი. ვეტაი გორდიონი. ვეტაი გორდიონი, ინერცია. ინერცია 76 სანტიმეტრი, ლულა ორჯილიანი შოკი. ორჯილიანზე გადახვედი. 5 ნომერი ბაშიერი პელაგრის 36 გრამიანი და 4 ნომერი გლავპატრონის 24 გრამი. შვენიერი, ახლო და შორ დისტანციებზე. ვაზნები? მე მაქვს PPS-ები. და როგორც მახსოვს, იავჩედი ტესი, ახალი ვაზნები. 4 ნომრები, ხო. აი, ეგ ვაზნები მაქვს ზუსტად. მე მოკლედ კაი არსენალი გვაქვს. ახლა ველოდებით ბეკუნას და როსტიკას. და გავალთ 2 სუბარიკით. შვენიერი მანქანა სანადიროთ ჩვენს პირობებში, ძალიან ეკონომიური, კარგი შესანახი, ასევე მძლავრი. 3 ადამიანი თავისი ბარგით ძალიან კარგად ვეტევით ხოლმე. ყოველ შემთხვევაში დაახლოებით 110,000 კილომეტრი გაიარა ჩემს ხელში, პრობლემა ჯერ არ ქონია. ძალიან დიდი მნიშვნელობაა გახჭურულობა ზოგადად, რომ ახლა ამხელა ხარჯებს რო წევთ მონადირეები და დადიხართ და იქ მანქანა გიმტყუნებს, ცოტა ისეთი ვარიანტია. არის თხევად გაზზე. ძალიან ეკონომიურია და ჩვენს პირობებში ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია სანადირო სათევზაო გამოსაყენებელ ავტომობილებში. აი ესა კადრში ჩანს ხა, ეს 3 მეტრიანი ტრუბა კვადრატილისთვის გვაქვს. ეგ არის ბახაკილისთვის. იმიტომ ძალიან არის ხო. ღრმა. ძალიან ღრმა. კი ბატონო. და ეს იფარება ეს მიწაა. ამასო ჩარჯო აღარჩევს. 3 მეტრი არის. ამასო ჩარჯო აღარჩევს. კი ბატონო, ხან ტბაში დაგვიტოვებია, ხან გავხსენებია და წამოგვიღია. მოკლედ ჩვენი ძმაკაცია რა. ერთი დაგჭა, იკა. ერთი კვირისფერები ვაკეთე. ისე იქიყო. კი ბატონო. ვინც ნახეთ და არ წაიღეთ, მადლობა თქვენ. მოკლედ კარგ საქმეს აკეთებს რა. იმიტომ რომ დღეს ვიქნებით ბიჭებო დილიდან საღამომდე 2 მეტრა ნახევარ წყალში. ო, ეგეც ესეთი ვარიანტია. აბა წარმატებები დავიძარით უკვე მოვლენ ჩვენი მეგობრებიც. როგორ ახლა გენაცვალე? მშვიდობისა. დილამშვიდობისა ყურენ. იკუნა? ო, ჩაგეძინა პატარა ბავშვი. ჩაგეძინებია. მადლობა დაიხარე, დიდი მადლობა. როგორ ახლა ბიჭებო? ამინდი გვაქვს, კარგი? არ ნახული. ხო, უნდა წავიდეთ. ო, საზრედაც უნდა წავიდეთ საზანზე. მოდის დრო რა გადარჩა. მალე. წავიდეთ, კაი ამინდი გვაქვს, ხო, იმედია. წავიდეთ ბიჭებო, სადმე გავჩერეთ მარკეტთან, რომ პარკი ავიღოთ ცელოფნის პარკები, ნანადირევისთვის და ჭიქები ყავისთვის. იმდენი შავი პარკები მაქვს, რაო, შენ რაღაცა მოყალი და ხო, და ყავისთვის და ჩაისთვის ჭიქები. ჭიქები არ გადაღარ. არ გადაყარე ჭიქები შეიძლება. ჭიქები ხო ქონდა მანქანაში. აი, წავიდეთ. დავა. წავიდეთ. შევდივართ ნენელა.
ცოტა მარჯვნივ წავიდე. დაიმალებიან ეგრევე. ლულიდან ერთი ვედრა წყალი გადმოვიდა. იყო რომელსაც ესროლის. გოჭვილი. სადავია? ეს 200 ფუტი ჩაიჭდა. სტენიები. ხო? სტენიები იყვნენ. არა, ერთი დავინახე დიდი და სხვა მე არ დავინახე. ისინი არიან სტენიები. აბიჭო. მიდი, მალაცი ბიჭებო, მალაცი ბიჭებო. აია, ერთი ცალი ხო ჩამოვაგდეს. ერთი ჩამოვაგდეს. პატრანკა! მოკლა, ხო? ხო? ჩავარდი იქ ჩავარდა. ხო. ჩავარდი. საჩამოვაგდეს. მალაცი ბიჭებო, მალაცი, всё. დაიწყო ის მატერიალი იქეთა შევიდა დიდი გუნდი. არა. მე ის მეგონა, ხო. ერთი ხო აქ მოკლა. ვიცი, ეგ ვიცი, მაგრამ იქეთ გუნდი შევიდა წეღან იმის დედავად. აქედან შემოვიდა. იმათ ხედველობის არე მეტი კაია, ხედავთ. აგეზემოთ, გაჩერდით. არ გაინდრეთ. აუნახეს. всё, შემოვიდა, ეხლა უნდა ვქნათ სწრაფად ყველაფერი. ჩავარდა ხო?
მაგარი იხვია ძალიან. Sağ ol Mükemmel. არა, ციტემ გავადედალია. ხო, ბიჭო, რა? გეძახდით, გაიგე ისინი ხომ მოტრიალდნენ, რა მოდიოდნენ, ისწავლე მოდიოდნენ. ციტემ თავაი. ციტემ თავი დედლები. გამფეთ, იცი საიდან გადმოვიდა, შუიდან წამოვიდა. ამათთან ერთად სხვა გუნდებიც მაგრად იმაშებოდა. იქით არიან. უნდა ნახო იქ რამდენი. ჩერტი არ გაინძრეთ. სასროლია. ამას მოხდა. არა, ბიჭო, აქეთ გადიოდნენ. მე შევიჯი. არა, ეგ მაგან დაგვინახა. დავამტრია ისინი. ხო. როგორც კი შემომჩნიეს და ეგრევე დავუშვი. იმას ეგრევე ეტყობა. ხო. უკნიდან, ტყიდან მოვიდნენ და დამინახეს და ეგრევე ვესროლე. მოდის დაუზახოთ ერთი ეგ. ზიანი ვატოზებია. ათმა დაგვინახეს. თორე ეგ თავიდან დასაჯდომად მოდიოდა. არა, ახლოს რომ მოვიდნენ იმენა დაგვინახეს. ასე მაინც გამოსულა. ხო, აქეთ რო წამოსულიყო გაიგო, მაგრამ აქიდან აპირებდნენ პასადის ეკეთებას. გამოედება? თუ არა? ხო შეხედეთ წინ დაბლა აქეთ ხედო აბია რო დაწე რა ხო ხედო ისადა ხეში ვართო
ზაღლვა არის? ფარავს მაგას? არა, არ წავს. ის თავისი ქარს მეყავთ. Kalkulatorı verdim olmak. Kino. Daicam es çavarcuk da. Wait. Ikatwa gache vedar. Все, მოვალთ ახლა. კარგია. მე მგონი ასე დარტყავ. ასთა ჭედავს რა მატურსა და იმათ არის. Zıdı banda. Zıdı. Şirin çemuvat. Dvesti soroki jak sičkari. Axseni pardები. Ay, bizavamagre. Çamotsi. Ay. Muxarşo. Ha? Muxarşo. გააჩერებ. Აი, ხო გაგვათვო? ვაი, ჩაყვითავს ახლა ეს ვინ დაჭრილი იყვი? მართლა? აი ეს არის დაკომპოლესი. სად არის? რაღაცა საკითხი და მე უნდა მოვიდეს. დაკომპოლესი. ცოტა ცნობობა. ის. არა, დაგინა, გადადი. მოიცა ის ელექტროფიტული ჩამივარდება ეხა. არა, დაწი. გეუნებით რა ეს მუშაობს.
უნდა ჩავარჯო არ მაინტერესებს. არ ჩავარჯობ სადმე. ეხა ხო ნახდათ ეხა ხო აღარ ამოვარდება იქიდან ხო არა უნდა გვესროლა კაცო აუ აბა აი ეს აშტერებს რა ის აშტერებს ამიჯერ ის იმენა მაგოიმეს ამას ის დაჭა რა ქვია მაგნიტი ის ტოტი იქ დაჭა თორე აი ხარის აი ეს ნაგება უში გამოვარდეთ მაგაზინს მოსაძებლი მაგნიტები რო არის ხო მანქანაში დაჭა ჩქარა რა გვეჩქარება აგი ნახე გუნებია უყურე გამოდის ისე მოაწა უყურე რა ბიჭო მაგაზი დიდები არიან მაგაზი დიდი კი გვეშდება უყურე ნახე ვერ მივალთ იქე არა მე რატო აი დავუცად იქეთ გამიშერთან რომ დავჭერ სადმე ყველაზე კაი ვარიანტი იცი რა არის? იკა? ჰა. იცი სად უნდა გახვიდე ახლა თელ თავაგინავე შემოვიდეს? და შეიძლება ტოტები როა. ხო. აი მან თუ დაიჭერ მაგას რა. აი დავლიოთ 1-2 ჩიკა ძმაო დამიჯერთ ისე კაი ხასიათზე მოვედი. აი იქით ამხარეთ ამას მაგას ეუბნეოდი რა. ცეცხლოვანი წყალს ეხამე. ან ისეთი კაი ცეცხლოვანი წყალი მაქვს. აუ ჭაჭა. ჭაჭა არ არის. ალაღიგა? ვინო გამოვხადე 250 ლიტრი. კაკლის უგელზე დავაყენეთ. რავი ერთი 8 წელი კი გავიდა, რა. კაი გემრიელი. ამფეტივით. აი, კაი გემრიელი. просто. კი, რა პრობლემაა, კაცო? ნუ ვაშო, ხო. ამას მაინც დავუკეტავ. ახლოს რო ხარ ხო იცი მაინც. ვაუ, რა ციხე, ჯობია ხედა. არა სიბოდი ესეთი. ამაზე დავჯერდი თუ? ეს დავთედა. აგა. იკო ვაზრები როგორ კმაყოფილი ხარ? ამებს? ო მაგარი ვაზრებია ძმა. კაი, ერთი მელო დავყავს მოკლული ჯერ. ამით. ბიჭო, ეს რას ისვრის ის გამაგებინა ჩემი რა ხმა მოდის. ერთო ყვალო. ვიზიო ვიღაცა ეს ფოტოები დედალმამალი. ხო, ეს დედალმამლები. თვალებში შევხედე და დაველაპარაკე. არა უშავს იმათ ნა ორი ცალი მისი ხახავს მოკლული და ორი ცალი ჩერო. იმათ? ვარ ძმა. იმათ? რას ლაპარაკო? ველაპარაკე. ვაფშე არა. ანუ ჩვენთან უფრო მაგრად შევოსულა. არ დაგვიგო. არ მოვიდა. არა ეს როგორ ხაის ხას გამოსწრე. მე ვთქვი, მანოც წმინდავენ რა ხმებს ეძახიან. ნახე მახაკლი ასტრიან. ამაზე ჩავყია. სადა? დაღაი. იმას ჩაყარე, კონტეინერს ჩაყარე. იმენა შუა. არა, აი აი ერთი ვარიანტი რა არის? ანი კამეშები. ხომ არა აისტრიალდა. აი მოარტყა. აუ ასიმეტრია რა, აზრია. მოთვა დაგვინახეს. უკანა მხარე არ გვივარგა. შვენიერი დილის ნადირობა გამოგვივიდა ჯანდარის ტბაზე. როსტი, მოვფილე ხარ დღევანდელი დღის. კი. ნორმალური დღე იყო, კი, ნორმალური დღე გამოგვივიდა. რასაც ველოდით ის რაოდენობა არ იყო, მაგრამ ნუ მაინც მასიამუნებია. მაინც კაი დღე გამოვიდა რა. უშედეგოდ არ დაგვითვალებია რა თქმა უნდა.
რა შედეგი გვაქვს. უფრო მეტი შეიძლებოდა. ნუ კი, შეიძლებოდა უბრალოდ ის რაოდენობა ნამდვილად არ არის შემოსული რა, რაღა დარჩა სეზონამდე და მაინც მადლობა უფარს რაც არის ეს არის რა. შედეგი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. გაიხარე. აბა შენიც. გინდათ? ხო, დღევანდელ შედეგს არ შეეხება, ეს არის ერთი ცალი ძალიან კარგი ზომის მამალი, ხარაზული. აი. როგორც ხედავთ, ნახეთ როგორი მსუქანია. ორი ცალი დედალი. ისიც კარგი. კარგად ნაკვები. ერთი ცალი მელოტა. ერთიანობაში ნორმალური დღე გამოვიდა, რეზი როგორ შეაფასებთ დღევანდელ დღეს? გამარჯობა. ასე ვიყოთ თუ ანონიმურად? ვიყავ. თბილად. კარგად, ძალიან. ესე ამონეთ. მეგობრებმა შედეგიც გიაჩვენე უკვე ხალხს ამონდა. თავლიანი ან სუფთა საიხვი ამედი რა, კარგი სანადირო ამედი და თან კაი დრო გავატარეთ დიდად იხვი არ ჩანდა. როგორ გონა რა უნდა გამოჩენილიყო? ის რა ცოტა გაგვიწროვდა იმედები. შეიძლება 1-2 დღე კიდე უნდადეს რომ შემოვიდეს კარგად. ზევით არის იხვი. მოჟაძია მოყოფილია მაინც ბუნებაში. კი, რა ნებაში თქმა ვარ თოვლს. კაროჩე წევანდელი სეზონი ჯანდარაზე უკვე დავხურეთ. ეხლა მივდივართ დასავლეთში. ირაკლი, არ მივდივარ. ეგრეა. ეხლა წავალთ და 25 დღეში გავჩნდებით ფოთში. ხო და ჯანდარაზე უკვე ვსიო. ამოვწურეთ დაიხურა დღევანდელი დღის ჯანდარის კი ბატონო. ეხლა ბიჭებო, ვინადირებთ? შემდეგი ნადირობა გვექნება ნადირზე, ისე ცენზურებული ნადირობა გვექნება. სხვათა შორის ჩვენ ხუთნი ყველა იქავა. ვიქნებით 12 ადამიანი ვიქნებით და 12-დან 23-ში მივდივართ ყველანი ერთად და ესე ამბობენ რომ 23-იო კაცების დღეაო და ნახოთ აბა კაცების დღეს კაცურად დავიყენებ დღევანდელ მაგაზია. კაცურად ვინადირებ. დავიბედოთ რა, თომაც არა. ასე თუ ისე დღევანდელი მაინც შედეგიანად დასრულდა. მაინც კი არა, რა ვიცი. ეს არ არის ცუდი შედეგი. ნორმალურია, უფრო მეტი შეიძლებოდა როგორც აღნიშნე, მაგრამ რაც გვიბოძა ბუნება, ეს არის. შემდეგი ნადირობაც იმედი ესეთი წარმატებული იქნება ნადირზე და შემდეგ უკვე წავალთ ფოთში საცხოვრებლად. დაგველოდეთ, დარჩით ხაზზე, გამოიწერეთ არხი და გისურვებთ წარმატებებს. აბა დროებით.